როგორც იყო დანაშაული საერთოდ კაცობრიობის წინაშე, რომ ეხა FDI-მ უკვე დადო ახალი კვლევა და აატრიალა კვების პირამიდა. სენსაცია იყო. საინტერესოა. რა იყო პრობლემა, ნახე, 70-იანი წლების პერიოდში მე ვფიქრობ, რომ იყო დანაშაული საერთოდ კაცობრიობის წინაშე, რომ აკრძალეს ცხიმიანი საკვები იმის გამო, რომ თქვათ სისხლში ქოლესტერინი ყოფილიყო დაბალი და ადამიანები უფრო ჯანმრთელები ყოფილიყვნენ და გულსისდაღვრა დაავადებებმა იკლოს და პირიქით შიდა ნახშირწყლები, რაც გაცილებით უფრო აზიანებს ამ სისტემებს. მიიღეს მეტი ჭარბწონიანი ადამიანი, მეტი დაავადება და ბოლოს რამდენი წელი გავიდა უკვე თითქმის 50 და ეხლა შეცვალეს მხოლოდ რეკომენდაციები და რეკომენდაციებში პირველი წერია, რომ ცილა არის მთავარი ჩვენი სამშენებლო მასალა ორგანიზმისთვის, ტვინისთვის, ყველა, ამინომჟავები, აი ყველაფერი ის, რაც ჩვენ გვჭირდება ჰორმონები, ყველაფერი წარმოიქმნება ცილებისგან თითქმის. ცხიმიც ძალიან გვჭირდება და ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ნახშირწყლები.